გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი და წარმოგიდგენთ Zoom-ერის მორიგ ვიდეო მიმოხილვას. გეცოდინებათ, რომ კომპანია Huawei smartphone-ები ყოველთვის გამოირჩეოდა თავიანთი დიზაინითა და რიგი ფუნქციებით. წელს მათ წარმოგიდგინეს სრულიად ახალი Huawei P9, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მის დიზაინითა და ფუნქციებით, არამედ მისი კამერითაც. დღეს კი სწორედ ამ მოდელს შევავლოთ თვალი. როგორც გითხარით, მისი დიზაინი ძალიან დახვეწილია. იგი მეტალისგანაა დამზადებული. წინა მხარეს გამოყენებულია 2.5 D-შუშა, რომელიც ძალიან ლამაზია და ტელეფონის სარგებლობას უფრო კომფორტულს ხდის. Huawei P9-ში ახალი USB Type-C გამოიყენა. დიდი სანაბერტი სენსორი უკანა მხარეს არის განლაგებული, რაც ზოგჯერ პლუსი, ზოგჯერაც მინუსია. მაგალითად, როდესაც ტელეფონი მაგიდაზე დევს, ბლოკის მოხსნა საკმაოდ მოუხერხებელია. უკანა მხარეს ასევე განლაგდა ორი კამერა, Huawei-ის და Leica-ს ერთობლივი ნამუშევარი. ტელეფონის ეკრანი 5.2 ინჩიანია. IPS LCD ტექნოლოგიით არის დამზადებული და მისი გაფართოება Full HD-ს შეადგენს. პიქსელების რაოდენობა 1 ინჩზე კი 423-ია. მისი ფერები საკმაოდ ბუნებრივი და ნათელია. Huawei P9 8 ბირთვიან Kirin 955-ის ჩიპსეტზე მუშაობს და იგი დიდად არ განსხვავდება Kirin 950-ისგან. მას 3 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს, ხოლო შიდა მეხსიერება 32 GB შეადგენს. ტელეფონი რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად მუშაობს, ხოლო AnTuTu-s ტესტში მან 73961 ქულა აიღო. P9 Android 6.0 Marshmallow-ზე მუშაობს. ინტერფეისი ტრადიციულად Huawei-ისთვის საკმაოდ დახვეწილია და ლამაზი. როგორც გითხარით, თითის ანაბერტი სენსორი უკანა მხარეს არის განლაგებული. იგი ძალიან სწრაფად მუშაობს და აქვს სხვადასხვა ბევრი ფუნქცია. მაგალითად, მარტივი სვაიპით შეგიძლიათ notification პანელის ჩამოშლა, უპასუხოთ SARS, დაათვალიეროთ სურათები და სხვა. კამერა ცალკე ყურადღებას იმსახურებს. მას 2 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. პირველი ჩვეულებრივი კამერაა, ხოლო მეორე მონოქრომული, ანუ შავ-თეთრია. მას აქვს Huawei-ის ჰიბრიდული და ლაზერული ავტოფოკუსი. კამერის აპლიკაციაში შეგიძლიათ სხვადასხვა რეჟიმები ცვალოთ. აერჩიოთ თუნდაც manual mode და ხელით აკონტროლოთ ფოკუსური მანძილი, ჩამკეტის სისწრაფე და სხვა. ტელეფონი შესანიშნავი ხარისხის სურათებს იღებს. დეტალიზაცია მაღალ დონეზეა, ფერები ბუნებრივი. ვიდეოს იგი Full HD გაფართოებით იღებს. შეუძლია ასევე slow-mo და time-lapse ვიდეოს გადაღება. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია. აქვს ეგრეთ წოდებული screen flash და როგორც ხედავთ, შეუძლია Full HD ვიდეოს გადაღებაც. საერთო ჯამში Huawei საკმაოდ საინტერესო პროდუქტი შემოგთავაზა, რომელშიც ზენაც უკვე Zoom-ერის ქსელშია შესაძლებელი. დღეისთვის კი სულ ეს იყო, ხოლო თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მოგწერთ აუცილებლად ჩვენს Facebook გვერდზე. მომავალ შეხვედრამდე.